ეს წუთია ცნობილი გახდა, რომ ბათუმში ევროპის მოედანზე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქცია იწყება. ადგილიდან დეტალებით ჯენი კვანტალიანი ჩაგვერთვება. დიახ, როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე, ევროპის მოედანზე შეკრებილები არიან რიგითი ბათუმლები. ისინი სამძიმარს უცხადებენ იური ვაზაგაშვილის გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის ოჯახს. გარკვეული მესიჯებიც აქვს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. ძირითადად რა მოთხოვნები იქნება გაჟღერებული მათი მხრიდან აქციაზე. ჩვენ შეგვიძლია ერთ-ერთ ორგანიზატორს ვახო მითაიშვილს გავესაუბროთ. რა არის თქვენი მოთხოვნა და ძირითადი მესიჯი დღევანდელ აქციასთან მესიჯია, რომ ჩვენ ბათუმის სახელით, ახალგაზრდების სახელით მივუსამძიროთ ოჯახს ამ საშინელ ტრაგედიას. ამ ყველაფერს ჩვენ რა თქმა უნდა ვაბრალებთ. ბათუმელები ისევე ეს ახალგაზრდები, ვინც ჩვენს გვერდითაა, ვინც ჩვენთან ერთად დგას, ვაბრალებთ ყველაფერს იმ ხელისუფლებას, რომელმაც ბატონი იური ვაზაგაშვილის შვილი, ასე რომ ვთქვათ, კორტებთან ჩაწყილეს არა ადამიანურად. ჩვენ ვაბრალებთ ამ ყველაფერს ნაციონალურ მოძრაობას და პირველ რიგში მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გამოძიება მოხდეს რაც შეიძლება ძალიან მოკლე ხანებში. მე მაყურებელ შევახსენებ, რომ ევროპის მოედანზე აქციას რიგით ბათუმელები უერთდებიან ამ წუთებშიც, თუმცა მანამ ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ კიდევ ერთ ორგანიზატორს, დიმიტრი ჭეიშვილს, მოგესალმებით. დიმა, და კონკრეტულად გვაინტერესებს შენი გამოხმაურება როგორია, რატომ შემოუერთდი ამ აქციას? რა თქმა უნდა, პირველ რიგში მივუსამძიმრებ ოჯახს და ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ მე მინდა ვახტანგმა ახსენა, რომ ბრალეულობა ძალიან დიდია ნაციონალური მოძრაობის, მაგრამ ნაციონალური მოძრაობასთან ერთად ბრალეულობა სამწუხაროდ მიწევს ამის თქმა და დიდია მოქმედი ხელისუფლებისას გამომდინარე იქედან, რომ არ დაისაჯნენ ის პირები, რომლებზეც ბატონი იური აკეთებდა რამოდენიმე დღის წინ და არაერთი დღის წინ განცხადებას, ის მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ მას თუნდაც დალაპარაკებოდნენ მისთვის მოესმინათ, რათა ის ადამიანები, რომლებსაც მისი შვილი სასტიკად და არა ადამიანურად ჩაწყილეს კორტებთან, ისევ თანამდებობებზე არიან, ისევ აქვთ უფლებამოსილება იმისა, რომ ქართული ძალაუფლება განახორციელონ. აქედან გამომდინარე, ჩემი მოთხოვნა იქნება დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომ ყველა პოლიციელი, რომელიც ღებულობდა თუნდაც ვაზაგაშვილის საქმეზე, რობაგის საქმეზე, მსგავს საქმეებზე მონაწილეობას და ყველა კარგაცის მოქმედმა მთავარმა პროკურორმა, ყველა კარგაცის მოქმედმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ყველანი უნდა იყვნენ მინიმუმ სამსახურებიდან დათხოვნილი და შემდეგ მათზე ყველაზე უნდა იყოს დაწყებული გამოძიება, იმიტომ რომ ეს სამწუხარი მაგალითი არ გვექნებოდა, ეს გამოძიებები სათანადო ტემპებში რო შეტარებულიყო, რო გამოკვლეულიყო ყველაფერი ერთი წლის წინ, წლინახევრის წინ, როცა ჩვენ გვქონდა ამის საშუალება, ყველა დამნაშავე დასჯილიყო და ამისთანავე არ მივიღებდით. გასაგებია, ხო თხოვს სიტყვას რას და ერთი რაღაცის დამატება მინდა, ზუსტად ჩვენი ერის უბედურება იმაში, რომ დღეს აქ უნდა იყოს 10,000-ობით ადამიანი გამოსული. არსებობს ევროპაში თუნდაც ყველგან მაგალითი იმისა, რომ თუნდაც ერთი ადამიანი როცა ეწირება რაღაცას, მთელი ის ქვეყანა ფეხზე დგას და სამოქალაქო სოლიდარობა მთლიანად გაზიარებული და ჩვენ ერთს ეს უბედურება ჭირს და ჩვენ ამდენიც გამოვედით. აქ ვთქვით, რომ 5 ყოფილი ყავით და თუნდაც 2, ეს უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ. ეს ჩვენი ელემენტარული ვალდებულებაა იმ ადამიანების წინაშე. მე მაყურებელ შევახსენებ, რომ ვიმყოფებით ევროპის მოედანზე, სადაც რიგითი ბათუმელები მწუხარებას გამოხატავენ მომხდართან დაკავშირებით და უზიარებენ მწუხარებას გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის ოჯახს. ამასთან უნდა ითქვას, რომ Facebook გვერდზე ოფიციალურმა პირებმა უკვე გამოხმაურებები გააკეთეს. კონკრეტულად კი საკუთარ Facebook გვერდზე განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ის უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ამასთან დროულ გამოძიებასაც ითხოვს.